გარემოს ეროვნული სააგენტოს მომსახურების ახალი ცენტრი დღეიდან ამოქმედა სააგენტო მომხმარებლებს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება. ფიზიკური და იურიდიული პირები ადგილზე მიიღებენ ყველა იმ მომსახურებას, რასაც ლიცენზია ჭირდება. უფრო კონკრეტულად, რა სიახლე დაინერგა გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ამას ნინო სამყურაშვილი გვეტყვის. ნინო, გისმენთ. ლიცენზიების მიმღებლისათვის შესაძლებელი გახდება გამარტივებული წესით დოკუმენტაციის მიღება. პირველ რიგში საუბარი არის ტოპოგრაფიულ რუკებზე, ასევე რეესტრიდან ამონაწერზე და თუ ამ ყველაფრისთვის მომხმარებლებს ჭირდებოდათ რამდენიმე დღე და სხვადასხვა უწყებებში სიარული, როგორც აქ ცენტრში განმარტებენ, ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება. ამ ცენტრში ასევე ინფორმაცია თუ რა ეტაპზე არის ლიცენზიის პროცესი მეწარმეებს SMS-ის საშუალებით გაეგზავნებათ. ქალაქებს უკვე აღარ დაჭირდება სხვადასხვა უწყებებში სიარული და შესაბამისი ცნობების აღება. აქ ერთ სივრცეში იქნება მოქცეული ეს ყველაფერი, იქნება უფასო კონსულტაცია და ყველაზე მნიშვნელოვანია საქმის წარმოების ყველა ეტაპზე მოქალაქეებს შეეძლებათ ელექტრონული შეტყობინება მობილური ტელეფონზე მიიღონ და გაუადვილებს, ანუ დაზოგავს მათ დროს და დაზოგავს ამ ადმინისტრაციულ ბარიერს. ყველა ის დოკუმენტაცია, ყველა ის პროცედურა, რაც აქამდე ქონდათ რამოდენიმე სხვადასხვა უწყებაში გასავლელი, რამოდენიმე სხვადასხვა კერძო სტრუქტურაში ასევე მისასვლელი, თქვათ იგივე ტოპოგრაფიული რუკის დამზადება, რეესტრიდან ამონაწერის გაკეთება და ასე შემდეგ. მაძიებელმა ლიცენზიის ჭირდება უნდა ჩაიდოს პირადობის მოთხოვნა, მოვიდეს, განაცხადოს ამის შესახებ, მოგაწოდოს X და Y კოორდინატები. როდესაც მომხმარებელი, ანუ მეწარმე მობრძანდება ხოლმე და გააკეთებს განაცხადს ლიცენზიის მიღების თაობაზე, მას განიმარტება თუ რა ეტაპები უნდა გაიაროს მისმა განაცხადმა, ყველა თითოეული ეტაპის შესახებ მას ინფორმაცია მისდის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, ხოლო უშუალოდ აუქციონის გამოცხადების თაობაზე მას სატელეფონო საშუალებით უკავშირდება ჩვენი თანამშრომელი, ატყობინებს მას ყველა სახის ინფორმაციას აწვდის თუ რა პროცედურები უნდა შეასრულოს ლიცენზიის მისაღებად. რუკები არ აქვს გასაკეთებელი, თანხები არ აქვს გადასახდელი, ეს უფასოდ ხდება ყველა ინფორმაციას ვებულობ ადგილზე. გარემოს ეროვნულ სააგენტოს და მომსახურების ახალ ცენტრს შეუძლია დღეში რამდენიმე ათეულ მეწარმეს მოემსახუროს. ამ ცენტრში დასაქმებული არის 15-მდე ადამიანი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც. ალბათ ნინო სამყურაშვილი იყო.